სულ მალე ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერება. 2 აპრილს NASA მთვარისკენ ასტრონავტების გაშვებას გეგმავს, რაც 1972 წლის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იქნება. ესაა მისია არტემის 2, რომლის ფარგლებშიც 4 წევრისგან შემდგარ ეკიპაჟს რაკეტა Space Launch System დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრისკენ გაუშვებენ. ისინი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან, თუმცა მას ორიონის კაფსულით შემოუვლიან. მისია 10 დღე გაგრძელდება და ასტრონავტები შეიძლება იმაზე შორს წავიდნენ, ვიდრე ადამიანი ოდესმე ყოფილა. ეკიპაჟის წევრები არიან რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. გეგმის მიხედვით ისინი მთვარემდე დაახლოებით მე-6 დღეს მიაღწევენ და მას ერთხელ შემოუვლიან. ამ დროს მთვარის შორეულ მხარესაც მოხვდებიან, რის გამოც მოსალოდნელია, რომ 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან მათი კავშირი გაწყდეს. მე-9 დღემდე ორიონი დედამიწისა და მთვარის გრავიტაციის გამოყენებით შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლებს. მე-10 დღეს ის უკვე პლანეტაზე დაბრუნდება და ასტრონავტები წყნარ ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვებიან. 2 აპრილს ფრენის ფანჯარა თბილისის დროით ღამის 3:24 წუთზე იხსნება და 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური. სიახლეებს შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე ადევნოთ თვალი.